მოდით დავიწყოთ მაგალითით. ქმარი უკეთებს პასიურ-აგრესიული ტონით შენიშვნას მეუღლეს და ეუბნება, რომ მოიცვას ქურთუკი, იმიტომ რომ ცივა. მაგრამ თერაპიაზე ირკვევა, რომ ქმარს არ ესიამოვნა მეუღლის ჩაცმის სტილი, სადაც მკერდი აშკარად ჩანდა. ესე იგი, ეს მტრული განწყობა მეუღლის ზრუნვის მოთხოვნილებიდან კი არ გაუმდინარეობდა, არამედ იმის გამო, რომ მკერდი დაემალა. შესაბამისად, საკმაოდ ბევრ აგრესიულ გამოვლინებას შესაძლებელია სხვა რაიმე ედოს საფუძვლად. ესე იგი, ნევროტულ ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, პაციენტებთან შფოთვიანობით პიროვნულ სტრუქტურაში თერაპიისას გასათვალისწინებელია ჩახშობილი ემოციების კვლევა, რათა გავიგოთ, რამ წარმოქმნა მასში მტრული განწყობა. გარკვეული ადამიანის სიტუაციის ან თუნდაც სამყაროს მიმართ. ხოლო ჩახშობილი ემოციები წარსულის რომელ პერიოდამდე მიგვიყვანს, არ ვიცით. წყენა ან პირველადი ტრავმა შესაძლებელია 17 წლის ასაკში მოხდეს, მაგრამ 46 წლისაა და ჯერაც მაგ პრობლემით უნთქავს წარსულ გამოცდილებასთან მიახლოებულ სიტუაციებში. ან შესაძლებელია უკვე გადაიქცა მოძრავ სიმპტომად და შველა უკვე გვიანია. მაგალითად ავიღოთ ქალბატონი, რომელიც ახალდაბადებული ბავშვისათვის ყოველი თვის ბოლოს საზეიმოდ ტორტს ყიდულობს და აღნიშნავს. ყველა სხვა ფაქტორი რომ გამორიცხოთ, რომელსაც იფიქრებს ადამიანი მიზეზი ამ ზრუნველობისა, შესაძლებელია იყოს ის, რომ ბავშვობაში მისთვის არ ყიდულობდნენ ტორტს სიდუხჭირიდან, ანუ სიღარიბიდან გამომდინარე, რომელსაც ეხლა ინაზღაურებს თორე 4 თვის ბავშვს სულაც არ ადარდებს რა ფორმის ტორტს უყიდი. რატომ მოვიყვანე ახლა ეს მაგალითი? საკმაოდ ბევრი ნევროტული ადამიანის ბავშვობის ისტორიის შესწავლით, კარენ ჰორნი სადღაც 20-იან წლებში მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მათ შორის იყო ერთი საერთო რამ, ნამდვილი სითბოსა და სიყვარულის ნაკლებობა. შეიძლება ჩაითვალოს, რომ ზემზრუნველობა სიყვარულის ერთ-ერთი გამოვლინებაა, მაგრამ საკმაოდ ხშირად ადამიანს მეტად ბოჭავს. ახსნა არ სჭირდება იმას, რომ ბავშვი იმდენად ფაქიზი არსებაა, რომ კარგად გრძნობს არის თუ არა მის მიმართ გამომჟღავნებული სიყვარული ნამდვილი თუ არა. მაგრამ მთავარი მიზეზი, რის გამოც ბავშვი არ იღებს საკმარის სითბოს და სიყვარულს, არის ის, რომ მის მშობლებს არ შეუძლიათ მათი გამომჟღავნება საკუთარი ნევროზების გამო. მაგრამ სითბოს ნაკლებობა ინიღბება წინადადებებით იმის შესახებ, რომ მაქსიმალურად ემსახურებიან ბავშვის ინტერესებს. მაგრამ სხვა ბავშვების უპირატესობის აღნიშვნა, რაც შვილის გადმოსახედიდან აღიქმება როგორც მე მშობელს არ მოწონვა არ, მე მას არ უყვარვარ, მე ნაკლიანი ვარ, ყველა მემჯობია, უსამართლო საყვედურების თქმა, დანაპირების არ შესრულება, მეგობრობაში ჩარევა, დამოუკიდებლად ნაფიქრის დაცინვა, ინტერესების ჩახშობა, საბოლოო ჯამში გაუაზრებლად ბავშვის ნებისყოფას ანგრევს. მაგრამ ამ ყველაფერს მშობელი შეიძლება გაუაზრებლადაც აკეთებდეს. ნევროტული მშობელი შეიძლება უკმაყოფილო იყოს საკუთარი ცხოვრებით. კმაყოფილების განცდა დაკარგული, როგორც ემოციური, ისე ფიზიკურ სფეროში მიდრეკილი ხდება შვილი გახადოს სიყვარულის ობიექტად. მსგავს ატმოსფეროში მოხვედრილმა ბავშვმა შეიძლება დათრგუნოს უამრავი თავისი ემოცია, რამოდენიმე მიზეზის გამო, როგორებიცაა უსუსურობის განცდა, შიში, სიყვარული და დანაშაულის შეგრძნება. მაგრამ ამ ყველაფერში დიდ როლს თამაშობს ის თუ რისი მიღწევა სურს მშობელს შვილთან მიმართებაში. მისი გაძლიერება სურს, გამამაცება, დამოუკიდებლობა, ნებისმიერ სიტუაციასთან გამკლავება თუ პირიქით, ზემზრუნველობა, მორჩილ ადამიანად გარდაქმნა, დატოვონ გაუგებრობაში თუ როგორია რეალური ცხოვრება და 20-30 წლამდე ინფანტილურ პოზიციაში ამყოფონ, რაც უფრო უმწეოს გახდის. და მით უფრო ნაკლებად გაბედავს შეწინააღმდეგებას და იქნება მორჩილი. ალბათ გახსოვთ დეისაძის სიმღერა, რაც მომას უნდაო. სამწუხაროდ, შინაარსი თითქმის იგივეა, მაგრამ ბევრმა ვერ გაიგო სიმღერის მესიჯი. საბოლოო ჯამში ბავშვს შეიძლება ჩამოუყალიბდეს შინაგანი დევიზი. მე უნდა დავთრგუნო ყველანაირი ემოცია, იმიტომ რომ როგორც მშობელი მჭირდები. შიშის გამოწვევა შესაძლებელია მოხდეს პირდაპირი მუქარით, აკრძალვებით და დასჯით, ან გაღიზიანებადობის აფეთქებებით და მრისხანე სცენებით, რომელიც ბავშვის თვალწინ ხდება. ასევე შეიძლება ირიბი დაშინებები გამოიყენონ, როდესაც ბავშვს აშინებენ მიკრობებით, ბაქტერიებით, ავარიაში ჩავარდნით, უცხო ადამიანის მიერ მოტაცებით და ხიდან გადმოვარდნით. და ასე შემდეგ, რაც მეტად მგრძნობიარეა ბავშვი ამ საკითხების მიმართ, მით ნაკლებად ბედავს შეწინააღმდეგებას. აქ შეიძლება მოქმედებდეს დევიზი. მე უნდა დავთრგუნო ყველა ემოცია, მით უმეტეს მტრული განწყობა, რომელიც შენ მიმართ შემექმნა, ან პრეტენზია, რომლის გამოხატვაც მსურს, იმიტომ რომ შენი მეშინია. კიდევ ერთი მიზეზი მტრული განწყობის დათრგუნვის სიყვარულია. საკმაოდ ხშირად იქ, სადაც ნამდვილი სიყვარულის ნაკლებობა, ხშირად უხსნიან ბავშვს სიყვარულს სასოწარკვეთილად. როგორ მისცემდნენ მის გამო, ბოლო წვეთს, სისხლისას. და მშობლებისაგან რაიმეთი შეშინებული ბავშვი შესაძლებელია ებღაუჭებოდეს სიყვარულის ამგვარ გამოვლინებას და ეშინია აბუნტდეს რაიმეზე.
რათა არ დაკარგოს ეგ სიყვარული მაინც. ესეთ სიტუაციაში შესაძლებელია წარმოიშვას დევიზი: მე უნდა დავთრგუნო მტრული განწყობა, რათა არ დავკარგო მშობლის სიყვარული. აქამდე განვიხილავდით სიტუაციებს, სადაც ბავშვი თრგუნავს თავისი მტრული განწყობის ნებისმიერი სახით გამოვლენა მშობლის მიმართ, რადგან ეშინია მათთან ურთიერთობის გაფუჭების. ამის მოტივი კი უბრალოდ შიშია, რომელიც მოიცავს იმ აზრს, რომ ეს გოლიათივით ხალხი მიატოვებს, შეაქცევს ზურგს ან მის წინააღმდეგ იმოქმედები. ოდნავ თუ გადაუხვევთ იმ ტენდენციასაც, შევნიშნავთ, რომ სადღაც 15-16 წლისთვის ბავშვი ნელ-ნელა ამჩნევს, რომ მისი მშობლები არ ყოფილან ისეთი ჭკვიანები, როგორადაც ასახებდნენ თავს, სანამ უძლური იყო. არც თუ ისეთი ძლიერები ყოფილან, არც თუ ისეთი რეალიზებულები არიან, როგორადაც ყველას აჩვენებენ თავს და იწყება შვილებსა და მშობლებს შორის ხშირი ჩხუბი, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ მშობლებმა შვილის თვალში დაკარგეს გარკვეული ავტორიტეტი. და რაც მეტად დაკლებული არის ავტორიტეტულობის დონე შვილის თვალში, მით მეტად აგრესიულ ჩხუბს შევნიშნავთ ამ ურთაობას შორის. მაგრამ არც სოციუმი ამთლად უცოდველი ბავშვებთან მიმართებაში. ავიღოთ სიტუაცია. მიუახლოვდა ბავშვს კლასელი და უხია ნახატი, რომელიც ბოლომდე დასამთავრებელი იყო, წყალით შეასხა და პარალელურად კლასის წინ დასცინა. ბავშვმა წაიღო და დაუბრუნა პასუხი, რომელიც ფიზიკური დაპირისპირების სახით გამოიხატა, ანუ დაარტყა. ამ სიტუაციაში საკმაოდ ხშირად ცუდ ადამიანად გამოყავთ ის, ვინც პასუხი დაუბრუნა და არა ის, ვინც უკადრებელი იკადრა. აქ გასაგებია, რომ ის, ვისაც შენიშვნას უკეთებენ, იერარქიულად გაცილებით სუსტი ვინმე ჰგონიათ და სანამ ადამიანი არ დაანახებს ხვებს, რომ შენ შეგიძლია პასუხის დაბრუნება და საკმაოდ ხშირად უფრო მტკივნეულისაც, მანამდე რანგით დაბალ ქმნილებად მიგიჩნევენ. და ისიც გასათვალისწინებელია, რომ ის, ვინც შენზე პასუხს აგებს, ან მშობელმა, უსამართლოდ ჩაგრული ბავშვის მხარე უნდა დაიჭიროს, რათა მისი უსამართლობის განცდა თვითგვემაში და სამომავლო სისასტიკეში სხვების მიმართ არ გადაიზარდოს. რაც მეტად დამნაშავედ გრძნობს ბავშვი თავს უცხო ტერიტორიაზე შესვლისას, მით ნაკლებად შეძლებს შეეწინააღმდეგოს გინდ მშობლებს, გინდ უცხო ხალხს და ყალიბდება რიგით მეოთხე სახის დევიზი: მე უნდა დავთრგუნო ჩემი მტრული განწყობა, თორე ცუდი ბავშვი ვიქნები. ყველაზე ემოცხენებული ფაქტორი თავისი გაშინაგანებული დევიზით შესაძლებელია არ იყოს ნევროზისგან მაპირობებელი, მაგრამ საკმარისი ძალა გააჩნდეს, რათა ოდნავ მაინც მოამზადოს ფუნდამენტი სამომავლო ნევროზებისათვის. თუ ბავშვს ან ზოგადად ადამიანს აღმოაჩნდება საბედნიეროდ ადამიანი, იქნება ეს ბებია, ბიძა, მეგობარი, მასწავლებელი ან სხვა ვინმე, ვინც გამოხატავს მის მიმართ მაგ მომენტში კეთილგანწყობას, მაშინ ადამიანს ეძლევა იმის მიზეზი, რომ პარანოიდალური აზრი, როგორიც არავისგან კარგს არ უნდა ელოდო, არ წარმოიქმნას. და რაც უფრო თრგუნავს ბავშვი მტრულ განწყობას ოჯახის მიმართ, შეიძლება მეტი აგრესიულობით პროეცირებდეს შინაგან ზიზღს გარე სამყაროზე და აღექვას იგი როგორც საშიში და სახიფათო ადგილი. ამავდროულად მძაფრი უეცარი ინდივიდუალური რეაქციები ცალკეული პროვოცირებელ გამღიზიანებელზე კრისტალიზდება ხასიათის თვისებებში. ეს რწმუნებულებები აზრებისა და წინადადებების სახით არ წარმოადგენს ნევროს, მაგრამ მკვებავი ნიადაგის როლს უფრო ასრულებს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება ორი სახის ნევროს შორის არის ის, რომ სიტუაციური ნევროზებისას თერაპიული ეფექტი გაცილებით მალე მიიღწევა, ვიდრე ხასიათში გადასულისას. შფოთვის გამოვლინებისა და მისგან თავისდამცავი მექანიზმების სხვადასხვა ფორმის დიაპაზონი შეუზღუდავია და ინდივიდუალური, მაგრამ ძირითადი საზრუნავი ყველა შემთხვევაში მეტნაკლებად ერთნაირია. იცვლება მხოლოდ მისი მოცულობა და ინტენსივობა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ადამიანი გრძნობს თავს პატარად, უმნიშვნელოდ, უმწეოდ, მიტოვებულად, საფრთხის ქვეშ მყოფად, სადაც ყველა ცდილობს მის მოტყუებას, შეურაცხყოფას, დამცირებას, ღალატს. ყველას მისი შურს და ყველას ცდილობს მასზე თავდასხმას და ამავდროულად შეიძლება დამცველობითი მექანიზმის უკან ჰქონდეს აღმართული უდიდესი კედელი, რომლისკენაც გახედვა არ სურს. მისი მტრული განწყობა და 1000 უმსგავსო საქციელის გამართლება კი თავდაცვითი მექანიზმი იყოს. ზოგჯერ ძირითადი შფოთვა, ხელვა და მტრული განწყობა, რომელიც ხშირად მიმართულია ხალხის მიმართ, შეიძლება გადატრანსფორმირდეს და მიიღოს სახე, რომელსაც ეშინია პოლიტიკური ცვლილებების, მიკრობების, უბედური შემთხვევების და გადავიდეს იპოქონდრიაში, მელანქოლიაში, აპათიაში, პანიკასა და გენერალიზირებულ შფოთვით აშლილობასა და ობსესია-კომპულსიებში თავისი რიტუალებით. ყველა ადამიანს აქვს შეხება იმ ძალებთან, რომლის მიმართაც უძლურია, როგორებიცაა ბუნებრივი კატაკლიზმები, სიკვდილი, სიბერე, პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობები, ან უბედური შემთხვევები. ცნობიერი ზრდასრული ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ აცნობიერებს მსგავსი პრობლემის არსებობას სამყაროში, მათ მიმართ უსუსურობის განცდაზე არ ამახვილებს ყურადღებას, ან საერთოდაც არ მიაჩნია თავი უსუსურად და იღებს ამ ყველაფერს როგორც მოცემულობას, რომელსაც ადამიანი შესაძლებელია ვერსად გაექცეს. ყველაზე ხშირად კი ამას ვაწყდებით ბავშვობაში.
შესაბამისად ჯანსაღ ზრდასრულ ადამიანში აღარ ზისის გაურკვეველი მტრული განწყობა, რომელიც ნევროზს ახასიათებს და რომელიც გამოვლინდება მრავალი სახით, იქნება ეს ფანატიზმი, გაურკვეველი მსოფლმხედველობისათვის მხარის დაჭერა, ან პარანოიდალურობა და მტკიცება ხალხისათვის თუ რამდენად მაგარია. პირველად და ძირითად ფაქტორს, რამაც გამოიწვია ადამიანში მტრული განწყობა, აქვს ძალიან დიდი გავლენა იმაზე, თუ რა პროგრამებითა და რწმუნებულებებით ივლის ადამიანის ცხოვრების განმავლობაში, როგორც სხვების მიმართ, ასევე საკუთარი თავის მიმართ. ეს აღნიშნავს ემოციურ იზოლაციას, ძირითადად რთულად ასატანს, რადგან ის ასოცირდება ადამიანის სისუსტესთან, რომელიც როდესღაც იგრძნო და არ ესიამოვნა. ეს ნიშნავს თავდაჭერების შესუსტებასაც. ის ქმნის პოტენციურ კონფლიქტს სხვებზე დაყრდნობის სურვილსა და მათ მიმართ ღრმა უნდობლობას შორის. ესე იგი, თან უნდა რომ გამოადგეს ხალხი და დაეხმარონ, ამავდროულად მათ მიმართ უნდობლობა აქვს და ეს ნიშნავს, რომ შინაგანი სისუსტის გამო ადამიანი მიდრეკილია საკუთარი პასუხისმგებლობების სხვას დააკისროს, გამოიყენოს მათი თავდაცვა და მზრუნველობა და ამავდროულად საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო მტრული განწყობის გამო, რომელიც წარსულში ჩამოუყალიბდა, უკიდურესი უნდობლობა გააჩნდეს მათ მიმართ. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს, რომ მას მოუწევს საკუთარი ენერგიის უმეტესი ნაწილი დახარჯოს თვითდამშვიდობაში ან თვითდამშვიდების მექანიზმების ძიებაში. და რაც უფრო აუტანელია შინაგანი შფოთვა, მით მეტი თვითრეფლექსია საჭირო, რათა ადამიანმა გაიგოს თუ როგორ თავდაცვით მექანიზმებს მოიხმარს ხალხთან ან სამყაროსთან ურთიერთობაში. ჩვენ კულტურაში 4 ძირითადი გზა არის, რომელთაც ადამიანი ცდილობს დაიცვას საკუთარი თავის შფოთვისაგან. ეს არის სიყვარული, მორჩილება, ძალაუფლება და დისტანცია. უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის უზრუნველყოფა ნებისმიერი სახის სიყვარულით ნიშნავს შფოთვისაგან ძლიერი დამცავი საშუალების მოპოვებას და დევიზი ამის უკან არის ასეთნაირი: თუ მე შენ გიყვარვარ, მაშინ არ მაწყენინებ. მეორე, შფოთვისაგან თავის დაღწევა შესაძლებელია იყოს მორჩილებით. მორჩილება შეიძლება გამოიხატებოდეს ორი ფორმით და გააჩნია ვინ არის სუბიექტი, ვისაც კონკრეტული ადამიანი ემორჩილება. ეს შეიძლება იყოს როგორც პიროვნება, ასევე რაიმე სახის სტრუქტურა ან ორგანიზაცია. მაგალითად, მორჩილების გამოხატვა ტრადიციული შეხედულებების მიმართ, რიტუალების მიმართ, რომელსაც გარკვეული რელიგიები გვთავაზობენ, ან მოთხოვნილებების მიმართ, რომელსაც რომელიმე ძლევამოსილი ადამიანი ითხოვს. თუ მორჩილების ობიექტი არ არის არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი, მაშინ ეს იღებს ზედმეტად ზოგად ფორმას და შეიძლება გამოიხატებოდეს აბსოლუტურად ყველა ადამიანის სურვილის დაკმაყოფილებით და ყველაფრისაგან თავის არიდებით, რაც პოტენციურად ვინმეს რამენაირად აწყენინებს. ამ შემთხვევაში ინდივიდი თრგუნავს ყველანაირ მოთხოვნილებას, რაც თვითონ გააჩნია, თრგუნავს კრიტიკულ განწყობას სხვების მიმართ, ნებას რთავს რომ შეურაცხყოფა მიაყენონ და მზად არის ყოველთვის დასახმარებლად, მიუხედავად იმისა, თუ ვინს თხოვს. ზოგჯერ ხალხი აცნობიერებს, რომ ამ ყველაფრის უკან შფოთვა დგას, მაგრამ საკმაოდ ხშირად არ ესმის ეს და მტკიცედ დარწმუნებულია, რომ ის როგორიც არის, ესეთი არის ბუნებრივად. და ნიღბავს ყველაფერს უანგარობით, თვითგანწირვითა და უკიდურეს შემთხვევაში საკუთარი სურვილებისა და მისწრაფებების უგულებელყოფით. როგორც სპეციფიკური, ასევე ზოგადი ფორმისას მორჩილების უკან ერთი დევიზი დგას: თუ მე დავთმობ, მე არ მაწყენინებენ. მორჩილებას შესაძლებელია ემსახურებოდეს სიმშვიდის მოპოვებას სიყვარულის გზით. თუ ადამიანისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ვინმეს უყვარდეს და ამაზეა დამოკიდებული მის დაცულობის შეგრძნება, ის ამ სიყვარულში საკმაოდ დიდ ფასს გადაიხდის, რაც სხვათა სურვილების მიმართ დამორჩილებას ნიშნავს. მაგრამ ხშირად ადამიანს არ შესწევს ძალა რაიმე სიყვარული სჯეროდეს და მაშინ მისი დამორჩილების მიმართ დამოკიდებულება მიმართულია არა სიყვარულის, არამედ მფარველობის მიღებისაკენ. არიან ადამიანები, რომლებიც თავს დაცულად გრძნობენ მხოლოდ მკაცრი მორჩილების პირობებში. მათი შფოთვა იმდენად ძლიერია და მათი ურწმუნოება სიყვარულში იმდენად დიდია, რომ სიყვარულსაც კი არ მოიაზრებენ მხედველობაში. მესამე ხერხი შფოთვისაგან თავისას არიდებლად ძალაუფლებაა. ადამიანი ცდილობს მიაღწიოს ფინანსურ კეთილდღეობას, კარიერულ ზენიტში ყოფნას, ინტელექტუალურ დომინირებას და ხალხთა აღფრთოვანებას, რათა უზრუნველყოს საკუთარი თავი უსაფრთხოებით. ამის უკან კი დგას დევიზი: მე თუ მექნება ძალაუფლება, ვერავინ ვერაფერს დამაკლებს. თავდაცვის მეოთხე საშუალება კი დისტანცირებაა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თავდაცვით რეაქციას აქვს ერთი საერთო მახასიათებელი: მზადყოფნა სამყაროსთან საბრძოლველად. ოღონდ ამას თავისებური ხერხებით ახორციელებს ხალხი. მაგრამ შესაძლებელია დაცვის მოპოვება გარე სამყაროსაგან დისტანცირებით. ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანი მიდის უდაბნოში ან გამოქვაბულში იგედება. ეს ნიშნავს დამოუკიდებლობის მოპოვებას სხვებისაგან, იმაში, რაც ეხება ინდივიდის შინაგან და გარეგან მოთხოვნილებებს. მაგალითად, არ მინდა მუშაობა სხვის ქვეშ, ამიტომ ვეცდები მოკლე დროში მოვაგროვო ქონება რაიმე ბიზნესის გახსნით და ისე გავმართო, რომ მე მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მომმართო.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მსგავსი აზრი ჯანსაღი იქნებოდა თუ მის უკან არ დგას რაიმე სახის შიში, რომლისგანაც ადამიანი გარბის. შინაგან მოთხოვნილებებთან მიმართებაში დამოუკიდებლობის მიღწევა შესაძლებელია თუ ადამიანი ემოციურად ჩამოშორდება ხალხს, რათა ვერავინ ვერაფერზე წამოაგოს. ეს ნიშნავს ემოციური მოთხოვნილებების გათიშვას. ასევე იმ გამონათქვამების გაშინაგანებას, როგორიცაა ნურაფერს მიიღებ სერიოზულად, მათ შორის საკუთარ თავსაც, რაც საკმაოდ ხშირად არის გავრცელებული ინტელექტუალურ სფეროში. ამ ოთხივე მეთოდიდან ნებისმიერის გამოყენებით შესაძლებელია სიმშვიდის მოპოვება თუ ცხოვრებისეული სიტუაცია იძლევა საშუალებას გამოიყენოთ ისინი კონფლიქტის გარეშე. თუმცა ამ ყველაფერმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის პიროვნული გაღატაკება. საკმაოდ ხშირად ადამიანი დასამშვიდებლად იყენებს ამ ოთხი მეთოდიდან არა მხოლოდ ერთს, არამედ რამოდენიმეს, რომლებიც შესაძლებელია ერთმანეთის საპირისპირო და შევთავსებელი აღმოჩნდეს. მაგალითად, ადამიანი შეიძლება მიიწევდეს ყველაზე დომინირებისაკენ, ამავდროულად ჰქონდეს მოთხოვნილება, რომ ყველას უყვარდეს. შეიძლება ცდილობდეს სხვებისათვის სიამოვნების მინიჭებას, მაგრამ თავს ახვევდეს საკუთარ ნება-სურვილს. ზუსტადაც ესენია ის მოუგვარებელი კონფლიქტები, რომლებიც ყველაზე ხშირად წარმოადგენს ნევროზის დინამიურ ცენტრს. მაგრამ ყველაზე ხშირად ამ ოთხიდან ერთმანეთს ეჯახება ძალაუფლებისა და სიყვარულის ერთდროული მოთხოვნილება. მისწრაფება წარმატებისა და გავლენის მოპოვებისაკენ, ხალხისათვის თავის მოწონებისა და მათი დაკმაყოფილების მოთხოვნილება. სიყვარულის მოთხოვნილება და ტენდენცია იზოლაციისკენ გვხვდება ყველა შესაძლო ვარიაციაში და შეიძლება ერწყმოდეს ერთმანეთს გარკვეული პროცენტით, მაგრამ ეს არანაირად არ მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანს აქვს ნევროზი. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ზემოთხსენებული ხასიათის თვისების და ზოგადი მოთხოვნილებების ნორმალურ სპექტრში შედის, არ უნდა გამოვრიცხოთ ის, რომ ნებისმიერი მათგანი შეიძლება ემსახურებოდეს დამცველობით მექანიზმს გარკვეული შფოთვისაგან. და მეტიც, ამ დამცავი ფუნქციის გაშინაგანებით ხალხი იცვლის თვისებებს და გარდაიქცევენ სრულიად განსხვავებულ ადამიანებად, სრულიად განსხვავებული თვისებებით, მახასიათებლებითა და მოთხოვნილებებით. მოდით მოვიყვანოთ ანალოგია. წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელიც ხეზე ცოცდება, რათა გამოსცადოს თავისი ძალები და მოხერხებულობა, ან სურს მაღლიდან გადმოხედოს ლამაზ ხედს, მაგრამ ის შეიძლება მტაცებელი ცხოველისაგან თავის დაღწევის მიზნით აკეთებდეს ამას. ორივე სიტუაციაში ის ხეზე ცოცდება, მაგრამ მოტივი განსხვავებულია. პირველ შემთხვევაში ამ ქმედების უკან დგას სიამოვნება, მეორეში კი შიში. მამოძრავებელ ძალებში განსხვავებას ადამიანი მიხავს განსხვავებულ შეგრძნებებამდე და ქცევებამდე. თუ ადამიანი მოტივირებულია კმაყოფილების მიღების სურვილით, რაც არ უნდა იყოს იგი, მისი დამოკიდებულებები და ქცევები იქნება სპონტანური, ადვილად გასაგები და გარკვევადი. მაგრამ თუ მას ამოძრავებს შფოთვა, აზრები, დამოკიდებულებები და ქცევები იქნება კომპულსიური, გაუგებარი და ბუნდოვანი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ შფოთვა შეიძლება იყოს მამოძრავებელი ძალა ზოგიერთი მისწრაფების უკან. მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ორი მისწრაფება, რომელიც უდიდეს როლს თამაშობს ნევროზისას. ესენია სიყვარულის ყურვილი და ძალაუფლების მოპოვება. თუ ადამიანი საკუთარ თავს გრძნობს უმწეოდ, ისეთი საფრთხების მიმართ, რომლის მიმართაც უძლურია, ან ზოგადად სამყაროს მიმართ, რომელსაც მიიჩნევს უსამართლო ადგილად, მისი მხრიდან სიყვარულის ძიება შესაძლოა ყველაზე ლოგიკური და პირდაპირი გზა იყოს დახმარების გაგებისა და მის მიმართ თბილი განწყობის მისაღებად. მას არ ესმის ადამიანებთან ურთიერთობაში, რამდენად დამაზიანებელია მისი მტრული განწყობისა და მისი მომთხოვნადობის მიქსი. მას არ შესწევს ძალა, განსაზღვროს ის თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებს ხვებზე და როგორ რეაგირებს ხალხი მასზე. ამის შედეგად მისთვის გაუგებარია, რატომა უკმაყოფილო მეგობრობაში, ქორწინებაში, სამსახურსა თუ ნებისმიერ სხვა ურთიერთობაში. ვინაიდან იგი მიდრეკილია ადანაშაულოს ყველა თავის გარშემო, რომ პირიქით, ისინი არიან უყურადღებოები, არაერთგულები და უხეშები. ან მიდის იმ დასკვნამდე, რომ გაურკვეველი მიზეზის გამო არ შესწევს ძალა ვინმე მოსწონდეს. თუ წინა ვიდეოებიდან ახსოვს ვინმეს, როგორ სახავს დათრგუნული მტრული განწყობა შფოთვას და პირიქით, შფოთვა მტრულ განწყობას, ის ადვილად ამოიცნობს თვითმოტყუებას ნევროტიკის აზროვნებაში და ამოიცნობს წარუმატებლობის მიზეზს. ამის არცოდნის გამო ნევროტიკი ხშირად ვარდება ურთიერთგაუმრიცხავ წინააღმდეგობებში. მაგალითად, თვითონ არ შესწევს სიყვარული, მაგრამ ამავდროულად სასოწარკვეთილად საჭიროებს სხვის სიყვარულში. აქ შეიძლება ურთულეს კითხვას წავაწყდეთ. რა არის რეალურად სიყვარული, ხომ? ყველა კულტურა სხვანაირად აღიქვამს და კულტურაში არსებული ინდივიდებით ცალკე სუბიექტურად. ყოველი ჩვენგანი დრო და დრო გამოავლენს გარკვეული ტიპის მიჯაჭვულობას, მაგრამ მნიშვნელოვანია ის თუ რა აზრი დგას ამ მიჯაჭვულობის უკან. შიში ადამიანის დაკარგვის, თუ ის რომ თავზე მოახვიოს საკუთარი ნება-სურვილი. მოდით განვიხილოთ кейსი. პაციენტი X-ი მეუბნება, რომ მოდი ჯერ მე შემიყვარონ და მერე მე შევიყვარებ. ვეუბნები, რომ ამის უკან დგას შიში.
შიშების აღწერისას კი მეუბნება, რომ მიტოვების ეშინია, მაგრამ თუ 2 წელში თვითონ მიატოვა, არაა პრობლემა, იმიტომ რომ დაზარალებული მე არ ვიქნებიო. ეს ნაკლებადაა სიყვარული. აქ ნევროტული ბომბი დევს, რომელიც ადრე თუ გვიან აფეთქდება. მიუხედავად იმისა, რომ რთულია განსაზღვროთ, რას ნიშნავს სიყვარული, თავისუფლად შეიძლება ითქვას თუ რა არ არის იგი. ადამიანი შეიძლება ისე წინადადებებს ამბობდეს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანს რაიმე დანაკლისი აქვს, რომელიც გადავიდა რწმუნებულებაში და ეს რწმუნებულება ჟღერდეს დავალდებულების სახით. მაგალითად, თუ ადამიანს უყვარხარ, ის ყოველთვის გადადებს თავის სამუშაოს, რა დონისას და რა მნიშვნელობისაც არ უნდა იყოს, მოვა და დარჩება შენთან. არც ესაა სიყვარული, არამედ რაიმე ტკივილის ფონზე აღმოცენებული მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილი, რომელიც ვალდებულების სახით ეკისრება იმ ობიექტს, რომელიც სიყვარულის სამიზნედ მიიჩნევა. ან თუ ადამიანი ეჭვიანობით წკდება იმის გამო, რომ მისი მეგობარი მეტად სოციალურია და სხვებთან ურთიერთობს და არ დგას მის გვერდით 24/7-ზე, შეიძლება ღალატად აღიქმებოდეს ნევროტიკის მიერ. ისიც და საეჭვებელია ხოლმე ადამიანი, რომელსაც ვერ დაუკმაყოფილებ რაიმეს, წამებში გადაუყვარდები და შეიძლება შენი მტერიც კი გახდეს. ანუ ამ დროს ადამიანი თავს იტყუებდა, რომ უყვარხარ და მას უბრალოდ მოსწონდა თქვენი მხრიდან რაიმე კონკრეტული გამოვლინება. მაგალითად, სასოწარკვეთილი აღფრთოვანება და ამას რომ ვეღარიებს, ესე იგი სიყვარულიც აღარ იქნება. სიყვარულის კონცეფციაში მიუღებელია სხვისი გამოყენება საკუთარი მიზნის მისაღწევად, ან რაიმე მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მაგალითად, ქორწინებაში ყოფნა, რადგან პრესტიჟის მომტანია, გარკვეულ კულტურასა თუ სოციუმში, ან თავის დაღწევის ერთ-ერთი საშუალებაა, ან სხვების ჯინაზე, თვალების დასაბრუნებელია. ადამიანი შეიძლება თავს იტყუებდეს, რომ პარტნიორი უყვარს, მაგრამ მას მხოლოდ ბრმა თაყვანისცემა სურდეს მისგან და ეს არა მარტო სიყვარულში, არამედ მეგობრობაშიც ეგრეა. მაგრამ თუ ეს ადამიანი მას გააკრიტიკებს და გამოვა აღმაფრთოვანებლის როლიდან, მაშინ ეს ადამიანი ეგრევე იქნება მოკვეთილი. ან მის წინააღმდეგ განეწყობა ჩვენი მშფოთვარე ადამიანი. განსხვავება სიყვარულსა და სიყვარულის ნევროტულ მოთხოვნილებას შორის არის ის, რომ სიყვარულისას ზომიერი მიჯაჭვულობა პირველ ადგილზე დგას, ხოლო ნევროტულისას პირველ ადგილზეა დამშვიდების ილუზია, ხოლო სიყვარულის ილუზია მეორეზე. მაგრამ კიდევ უამრავი ფენა არსებობს ამ სიყვარულის ნევროტულ გამოვლინებებში. თუ ადამიანი საჭიროებს სხვისგან სიყვარულს შფოთვის შესამსუბუქებლად, ეს მის ცნობიერებამდე ვერ მიდის, რადგან ის ვერ ხვდება, რომ შფოთვებით და ღელვით არის სავსე და მაგის გამო სასოწარკვეთილად ებღაუჭება ნებისმიერი სახის დამოკიდებულებებსა და მიჯაჭვულობებს, რათა დამშვიდდეს. ალბათ ბევრს ყოლიათ ნაცნობი, რომელიც ეგრეთ წოდებული შეყვარებულის გარეშე არ გინახავთ. დაშორდება ერთს და მალევე გაიჩენს მეორეს. არადა წინა ურთიერთობა ისე ვითარდებოდა, გეგონებოდ დღე-დღეზე იქორწინებენ. დაშორდნენ და ერთ თვეში ხედავ, რომ ახალი გატაცება ყავს და რომ გიკითხავს თუ რატომ აკეთებს ამას, პასუხად იღებ, რომ მარტო ყოფნა არ შეუძლია და ვინმესთან ერთად უფრო მშვიდადაა. ერთადერთი რაც მას ესმის არის ის, რომ არის ამ მომენტში ვიღაც პიროვნება, რომელიც მას მოსწონს, რომელიც იწვევს მაშინ ნდობას ან სიყვარულს, რაც შეიძლება იყოს უბრალოდ რეაქცია მის მიმართ გამოჩენილ კეთილ აქციელზე ან კარგ დამოკიდებულებაზე. ადამიანს, რომელმაც მასში გამოიწვია იმედი, აშკარად თუ არა აშკარად ავტომატურად ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა, ხოლო გრძნობა ამ პიროვნების მიმართ გადაიზრდება სიყვარულის ილუზიაში. რადგან ნევროტიკი მიდრეკილია ჩაებღაუჭოს ხალხს შფოთვის შესამსუბუქებლად, მასთან ურთიერთობისას შესაძლებელია ხალხს გაუმყარდეს ის აზრი, რომ როგორც კი ბრმას თვალები აიხილება, პირველი ხელჯოხს გადააგდებსო. მშფოთვარე ბუნების ადამიანი პირველი თქვენ მოგკვეთავთ, როდესაც მიხვდება, რომ თქვენგან ვეღარაფერს მიიღებს. ასეთ სიტუაციებში გვაქვს ორი ფაქტორის დანაკლისი: საიმედოობისა და ყოველდღიური პასუხისგებლობების აღების. მაგალითად, ზემზრუნველი მშობელი შესაძლებელია დარწმუნებული იყოს იმაში, რომ აკეთებს ყველაფერს თავისი შვილის საკეთილდღეოდ, მაგრამ მთლიანად უგულებელყოფდეს შვილის მოთხოვნილებას დამოუკიდებლად განვითარებაში. მშფოთვარე პიროვნული სტრუქტურის ადამიანის მისწრაფება მიჯაჭვულობისაკენ წარმოადგენს თავდაცვით საშუალებას რაიმე დისკომფორტისაგან და ნაკლებად თუ ხდება იმას, რომ არ შესწევს ძალა იმ სიყვარულის, რაც რეალურად მას სურს. მიჯაჭვულობის ნებისმიერმა სახემ ნევროტიკს შესაძლოა მისცეს დროებითი სიმშვიდე ან ბედნიერების განცდაც კი, მაგრამ ფსიქიკის სიღრმის ოლკუთხე კუნჭულში ბუდობს დაურწმუნებლობა და წარმოიქმნება უნდობლობა და შიში. მას ამ ყველაფრის არ სჯერა, რადგან დარწმუნებულია იმაში, რომ არავის შესწევს ძალა ვინმე უყვარდეს. მოკლედ, რახან თვითონ არ შესწევს არ აქვს უნარი უყვარდეს ვინმე, გონია რომ არც სხვა შეძლებს მის სიყვარულს, რადგან ადამიანი, რომელსაც შეუძლია შეიყვაროს ვინმე, არ აქვს იმაზე ეჭვი, რომ ვინმემ შეიძლება შეიყვაროს იგი. შესაბამისად, ნევროტული ადამიანისათვის შეთავაზებული ნებისმიერი სახის დამოკიდებულება თუ ჯანსაღი მიჯაჭვულობა აღიქმება როგორც საფრთხე. სიყვარულისათვის მინდობა მისთვის ნიშნავს ობობის ქსელში გახვევას და სიყვარულის დაჯერება იგივეა, რაც კანიბალებს შორის ყურადღების დაკარგვა.
ამის თავიდან ასაცილებლად, მან უნდა დახუჭოს თვალი ყველა მტკიცებულებაზე, რომ ადამიანები შეიძლება იყვნენ კეთილები და კეთილგანწყობილნი, უარყოს მათი სიყვარულის ყველა გამოვლინება და შინაგანად დაარწმუნოს საკუთარი თავი, რომ ადამიანები არიან არაკეთილსინდისიერნი, გულგრილნი და ბოროტნი. მისი მდგომარეობა შეიძლება შევადაროთ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც შიმშილით კვდება, მაგრამ ეშინია საჭმელზე შეხება იმის შიშით, რომ ის შეიძლება შეიცავდეს შხამს. მოკლედ, როდესაც ადამიანი ძირითადი შფოთვიანობით მიმართავს სიყვარულს დაცვისათვის, მისი შანსები, რომ მიიღოს ის სიყვარული, რომელიც მას სურს, უკიდურესად არასახარბიელოა. სწორედ სიტუაცია, რომელიც ქმნის ამ მოთხოვნილებას, ხელს უშლის მის დაკმაყოფილებაში. თუ ვიფიქრებთ იმაზე, რამდენად ძლიერა საჭიროება ნევროტულ ადამიანს სიყვარული და რამდენად ურთულდება მისი აღქმა, შესაძლებელია მოგვეჩვენოს პალატაში ემოციური ატმოსფეროს საშუალო ტემპერატურა დაკმაყოფილებადია, მაგრამ ნევროტიკი მტკივნეულად მგრძნობიარია ნებისმიერი შეწინააღმდეგების ან ნებისმიერი უარის მიმართ. ის ამ მომენტში თავს გრძნობს უარყოფილად და მოკვეთილად. როდესაც ამ დროს გადაუტან მასთან შესახვედრს, არ დაეთანხმები მის აზრს, არ შეუსრულებ მის რომელიმე სურვილს ისეთი ფორმით, როგორც მას სურს, რადგანაც უარი აღიქმება როგორც დამცირება. ის მასში აღძრავს შინაგან რისხვას, რომელიც ადრე თუ გვიან გამოვლინდება გარეთ. მაგალითად, ნევროტიკს სურს, რომ მოეფეროს რომელიმე ცხოველს. ცხოველს არ სურს მასთან მოფერება და გაეცლება. იმის მაგივრად, რომ შვიდად მიიღოს ეს ფაქტი, გაეკიდება, ფეხს ამოარტყავს ან ქვას ესვრის, ან მსგავსი ქმედება თუ არ შეასრულა, მალევე მოისმენთ ნეგატიურ უკმაყოფილო საუბარს, რომ აი მე მინდოდა მოფერებოდი და როგორ გაბედა მაგ ნაგავმარო ზურგის შემაქცია, მე სიკეთის ვიჩენ და ეგრემ პასუხობს, რის შედეგადაც მას უჩნდება წყენა, გაღიზიანებადობა, შურისმაძიებლობა, დაღლა, აპათია და თავის ტკივილი ისე, რომ ამის გამომწვევ მიზეზს ვერც კი ხედავს. ნევროტიკს მტრული განწყობა შეიძლება გაუჩნდეს არა მარტო უარყოფისას, არამედ მაშინაც კი თუ წინასწარ გრძნობს, რომ უარი უნდა მიიღოს ვინმესაგან. ამავე მიზეზით მას ეშინია გამოაჩინოს რაიმე სახის დადებითი გრძნობა, ჯანსაღი მიჯაჭვულობა, მადლიერება ან შეკება. ამ შიშების ძლიერად განვითარების შემდეგ, ნევროტიკი ცდილობს თავი აარიდოს ყველა სიტუაციას, სადაც მიიჩნევს, რომ პოტენციურად უარს მიიღებს. ასე რომ, უარის მიმართ შიში ხდება ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ნორმალური სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, რადგან ეშინია გააგებინოს ხალხს, რომ მასაც სურს რომელიმე სუბიექტისაგან ყურადღების მიღება. ეს ციკლი კი ემსგავსება გვალს, რომელიც საკუთარ თავს ჭამს. მან კი ერიწყა ეს შემდგარი მრავალი სხვადასხვა ნევროტული მოთხოვნილებებისაგან სიყვარულში შეგვიძლია აღწეროთ ამგვარი სქემით. ღელვა, ჭარბი მოთხოვნილება სიყვარულში, რომელიც მოიცავს უანგარო სიყვარულს მის მიმართ, უარყოფის განცდა, თუ ატყობს, რომ ეს მოთხოვნილება არ სრულდება, რეაქცია უარის მიმართ მტრული განწყობის სახით, მტრული განწყობის დათრგუნის მცდელობა, დაძაბულობისა და ღელვის ზრდა ორგანიზმში და დამშვიდების მოთხოვნილების გამძაფრება. ასეთი სახით, თვითდამშვიდების ხერხები ქმნიან თავის მხრივ ახალ ღელვას და მტრულ განწყობას. ნებისმიერ დამცველობით მექანიზმს აქვს საშუალება შექმნას ახალი სახის ღელვა. მაგალითად, ადამიანი იწყებს ალკოჰოლის მას, იმისათვის, რათა ემოციური ტკივილი გაიყუჩოს, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ ეწყება შიში გალოთების. თვითონ ნევროტიკი ვერ ჩადის პრობლემის სიღრმეში, ის ხედავს მხოლოდ რეზულტატს და გრძნობს, რომ მოხდა რაღაც გამოუვალ მდგომარეობაში. ნებისმიერი მცდელობა გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსაცვლელად ქმნის ახალ საფრთხეს. იბადება კითხვა: რა სახით შეუძლია ნევროტიკმა მიიღოს ის სიყვარული, რომელიც მას სურს? ამისთვის მან უნდა ამოხსნას ორი ამოცანა. პირველი, როგორ მიიღოს ეს სიყვარული და მეორე, როგორ გაამართლოს სიყვარულის მოთხოვნილება სხვებთან. ხერხები, რომლებსაც იყენებს ნევროტიკი, არის მოსყიდვა, თავის შეცოდება, შანტაჟი, მუქარა და მრავალი სხვა დესტრუქციული ფორმა. ამგვარი ქმედებები შესაძლებელია გამოიყენებოდეს ცალკეულად ან რამოდენიმე ერთად. ან სიტუაციის და მიხედვით იცვლებოდეს, როგორც კარპმანის სამკუთხედშია, მსხვერპლი, მდევარი და გადამრჩენელი, რომელიც ადამიანს სიტუაციის და მიხედვით შეუძლია მოირგოს საკუთარ თავზე. ასეთი სახის ადამიანებს ემუქრებათ სასიყვარულო ურთიერთობისას ძლიერ დამოკიდებულებებში გადავარდნა. მაგალითად ავიღოთ ქალი ან კაცი შფოთვიანობით პიროვნულ სტრუქტურაში, რომელსაც აქვს სიყვარულის შფოთვარი მოთხოვნილება და დაუკავშირა ცხოვრება ადამიანს, რომელიც მისი ნევროტული გამოვლინებებისას მისგან თავს შორს იჭერს. ნევროტული პარტნიორი ამ საქციელს აღიქვამს როგორც უარყოფა, რის გამოც უძლიერდება მტრული განწყობა, რომელსაც თრგუნავს მისი დაკარგვის შიშით. მომენტი, როდესაც იგი ყველანაირ შფოთვას დამალავს, პარტნიორი კვლავ იჩენს
მზრუნველობას და სიყვარულს. ამ დროს მშფოთვარე, რომელიცაა შესაძლებელი ამ ყველაფერს თრგუნავდეს გამძაფრებული ერთგულებით და მომენტი, როდესაც მის საქციელზე განმრიდებლური რეაქცია ექნება შეყვარებულს, ამ საქციელს კიდევ უფრო მეტი სიყვარულით უპასუხოს, რითიც თავს არწმუნებს, რომ გადაულახაველ ტოლვითაა შეპყრობილი. მოსყიდვის კიდე ერთი ფორმა არსებობს სიყვარულში, როდესაც ადამიანს ცდილობს გაუკეთო რაღაცა, რაზეც თავს იმტრევს, მაგალითად, დაეხმარო გონებრივ ან პროფესიულ განვითარებაში და მოაშორო ის სირთულეები, რაზეც დიდი ხანია ჯახირობს. მეორე ხერხი სიყვარულის მისაღებად არის სიბრალულის გაჩენა. რა თქმა უნდა, სხვაში შენს მიმართ. ნევროტიკი ცდილობს გაამახვილებინოს ხალხს ყურადღება მის ტანჯვაზე და უმწეობაზე. შემდეგი დევიზით: თქვენ მე უნდა გიყვარდეთ, რადგან მე უმწეო და საწყალი ვარ. ამავდროულად მისი ტანჯვა ემსახურება თავისი ჭარბი მოთხოვნილებების გამართლებას. მაგალითად, პაციენტი გეუბნება, რომ ყველაზე მეტად დაავადებულია, ვიდრე სხვები პალატაში მყოფნი. და საერთოდაც არ გონია ვინმეს ესმოდეს, რამდენად დიდ ტკივილს განიცდის იგი, იმიტომ რომ ჯერ არავინ ყოფილა ასეთ მდგომარეობაში. ის უნიკალურია ამ მხრივ. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მას განსაკუთრებულად დიდი ყურადღება მიექცეს. მან შეიძლება დაამდაბლოს სხვა პაციენტები, რომლებიც მასზე უკეთ გამოიყურებიან და ბრაზდებოდეს იმ ხალხზე, რომელმაც მისივე მეთოდი გამოიყენეს მასზე უკეთესად. ადამიანი ამგვარ ხერხს მიმართავს მაშინ, როდესაც ღრმად დარწმუნებულია, რომ აღარ დარჩა სხვა ხერხი, რომლითაც ის ამ სიყვარულს მიიღებდა. მესამე ხერხი სიყვარულის მისაღებად სამართლიანობის აღდგენაა, რომლის უკან დევს დევიზი: ნახე მე შენ ამდენი რამე გაგიკეთე, შენ მე რას გამიკეთებ. მაგალითად, მშობელი, რომელსაც არ მოსწონს თავისი შვილის შეყვარებული და უნდა რომ დააშოროს. ამბობს შემდეგ წინადადებებს. მთელი ცხოვრება მეგზდიდი და ეხლა ვიღაცის ერთი ადგილიდან გავარდნილს აქცევ ყურადღებას და მე აღარ გახსოვარ. იმას რატო არ კითხულობ იქნებე რა პრობლემები მაქვს? არ მეგონა თუ ადამიანი, რომლისთვისაც მთელი ცხოვრება ღამეები გავათენებდი და ვლოცულობდი, როცა ცუდად იყო, ყურადღებისა და პატივისცემის მათხოვრობა მომიწევდა მისგან. არ გიყვარვარ შენ მე და მიდი ჯობია წაეთრიე იმასთან. მე როგორ მე თავს გავიტან. აი მეზობლები მყავს მშვენიერი და ისინი მომხედავენ. კი არის სირცხვილი, მაგრამ ალბათ ეს დავიმსახურე. ესე იგი, ნახეთ რამდენ რაღაცა გააკეთა. მსხვერპლის როლში გადასვლა და დანაშაულის შეგრძნებაზე გაყვანა. ჩაგვრილის პოზიციაში ასვლა და ტუქსვა. მიმადლება, სირცხვილის გრძნობაზე გაყვანა და ნამუზი აგდება. შედარება მეზობლებთან, შენი შესაძლებლობების დაკნინება და მრავალი სხვა. ასეთ ხალხს ბუღალტრული ანალიზი აქვს ჩართული გონებაში, სადაც ითვლიან თუ ვინ სად რა რამდენი გაუკეთეს და იწერენ ქულებს გარკვეული მსხვერპლ შეწირვისათვის. ამავდროულად ყველანაირად უარყოფენ იმას, თუ რა გაუკეთე მათ. იმიტომ რომ ვალში იქნებიან და დამატებითი ხელვა და ვალდებულება დაემატება მის ისედაც ტანჯულ ცხოვრებას. ინსტინქტურად განსჯის სხვებს საკუთარ თავიდან გამომდინარე, რადგან რთულია რომ სხვები მისთვის გაკეთებული სიკეთის შემდეგ აღიარო კარგ ადამიანებად, იმიტომ რომ ავტომატურად გონია რომ ექსპლუატაციას გაუწევენ შენ არსებას და ბოდიში და გიხმარენ ყველანაირად. ან კიდევ ერთი შემთხვევა. ქალმა დაჟინებით გადაწყვიტა დახმარებოდა ორივე დას სახლის საქმეებში. რამოდენიმე დღის შემდეგ კი გაუჩნდა უკმაყოფილების შეგრძნება იმის გამო, რომ დებმა მიიღეს მისი მოთხოვნილება დახმარების შესახებ, რის გამოც ჩაწვა ლოგინში და განუვითარდა გარკვეული სიმპტომები. რის შედეგადაც მისი დები არათუ სახლის დალაგებით იყვნენ დაკავებული, არამედ მისი მოვლითაც. ეს სიმპტომები კი იმის გამო განუვითარდა, რათა ანაზღაურებულიყო ის, რაც მათთან დახარჯა იმ ორ დღეში. და საბოლოოდ კიდევ ერთი ხერხი, რომლითაც ნევროტიკი იყენებს, რა ვიცი, სიყვარულის მოსყიდვას კი არა და მიღებას, არის მუქარა. ის ამას ხშირად ან თვით დაზიანების, ან სხვებისათვის რაიმეს დაშავებით გამოირჩევა. ეს შეიძლება გამოიხატებოდეს მაგალითად ესეთ სიტუაციაში. კაცი, რომელსაც მოეწონა ახალგაზრდა გოგო და ამ გოგომ ეროტიული სურათები გაუგზავნა. ამ ბიჭს მალევე შეუყვარდა ეს გოგო, მოეწონა, მაგრამ გოგოს აღარ მოუნდა მასთან ურთიერთობის გაგრძელება. ამ შეშლილმა შეიძლება მუქარის სახით უთხრას, რომ მის ნაცნობებს დაუგზავნის სურათებს, თუ ის მასთან არ იქნება. ან თვითმკვლელობით დაემუქროს გოგოს. ხოლო ამ ნაბიჯს ძირითადად ესენი დგავენ უკიდურესი უიმედობის მდგომარეობაში ყოფნისას. შესაბამისად, ამ ვიდეოს დღეს დავამთავრებ. დანარჩენ შემდეგ ვიდეოში მოგიყვებით.